მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონიდან, სადაც დღეს UEFA-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ზესტაფონი, საქართველოს უკანასკნელი ჩემპიონი მასპინძლობს ბელგიურ კლუბ ბრიუგეს. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ზესტაფონელებმა სტარტი აიღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ შტურმთან ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ისინი დამარცხდნენ და შესაბამისად გადაინაცვლეს უკვე ევროპის ლიგაზე. დღესვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ითამაშებს კიდევ ერთი ქართული კლუბი, ეს არის საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი, ოღონდ ითამაშებს იგი ათენში, ათენის ΑΕΚ-თან და ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად შემოგთავაზებთ. შეხვედრა თბილისის დროით დაიწყება 22 საათსა და 45 წუთზე. ახლა კონკრეტულად აი ამ მატჩის შესახებ და უპირველეს ყოვლისა ალბათ გუნდების შემადგენლობები, პრაქტიკულად ფეხბურთელები უკვე მინდორზე გამოსასვლელ გვირაბში არიან და დავიწყოთ მასმინძლებით. 99 ნომერი როინ კვასხვაძე გახლავთ ზესტაფონელთა გოლკიპერი, 2 ნომერი თეიმურაზ ღონღაძე, 32 ედიქ საჯაია, 5 მამუკა კობახიძე, შემდეგ 20 ზაალ ელიავა, 17 თორნიკე გორგიაშვილი, 10 ირაკლი ძარია, 13 შოთა გრიგალაშვილი, 55 თორნიკე აფციაური, გუნდის კაპიტანი, 11 ჯაბა დვალი და 9 ნიკოლოზ გელაშვილი. თავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ გიორგი ჭიაბრიშვილი, იცით ალბათ, რომ გია გეგუჩაძემ დატოვა საფეხბურთო კლუბის ზესტაფონი, მას შემდეგ რაც გუნდმა ვერ გაიარა შტურმის ბარიერი. და შესაბამისად ამ მატჩისთვის გიორგი ჭიაბრიშვილმა მოამზადა ზესტაფონელები. ზურაბ მამალაძე, კახაბე რალადაშვილი, ალექსი ბენაშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, შოთა ბაბუნაშვილი, მალხაზ გაგოშიძე და რატი წინამძღვრიშვილი, ეს არის იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც მასპინძლობს უზით სათადარიგოთა სკამზე. ბელგიური ბრიუგე, კოლინ კოსემანსი, მეკარე, შემდეგ 2 ნომერი ტომ ჰოგლი, ეს გახლავთ ნორვეგიელი ფეხბურთელი, საკმაოდ გამოცდილი, 19 მატჩი აქვს ჩატარებული ჰოგლის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ნომერი 3 მაიკლ ალბეკი, შვედი მოთამაშე გახლავთ, 4 გუნდის კაპიტანი კარლ ჰოეფკენსი, 6 ნიკი ზიმლიგი, ეს არის დანიელი ფეხბურთელი, რომელსაც პრაქტიკულად დანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს თავისი ძალაუფლებული, 26 გახლავთ. 8 ლაიორ რეფაელოვი, ნახევარმცველი, ებრაელი ფეხბურთელი, დებიუტანტი, ბელგიური ბრიუგესი, მაკაბის ჰაიფაში გამოდიოდა ეს მოთამაშე და წელს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეიძინა იგი ბრიუგემ. 10 ნაბილ დირარი, მაროკოველი მოთამაშე, 13 ვიქტორ ვასკესი, აგრეთვე დებიუტანტია, იგი ბრიუგესი, თამაშობდა ესპანეთის 16 წლამდე ნაკრებში და მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ზაფხულში ბრიუგემ გადმოიყვანა იგი ბარსელონას, სხვათა შორის ჟოზეფ აკბალა, ნიგერიელი ფეხბურთელი, რაიან დონკი, ნომერი 18, 15 არის ჟოზეფ აკბალა და 32 ვადის ოჯიჯა ოფოე. პრაქტიკულად 2 ბელგიელია, მხოლოდ ბრიუგეს შემადგენლობაში, ესენი არიან კოლინ კოსემანსი და კარლ ჰოეფკენსი, დანარჩენი ყველა ბელგიელებს, ყველა ფეხბურთელი ყავთ ლეგიონერი, ადრიე კოსტერი გახლავთ ბელგიური ბრიუგეს მთავარი მწვრთნელი, რომელიც დღეისთვის ლიდერობს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატს, მართალია მხოლოდ 3 ტურია ბელგიაში ჩატარებული. ბრიუგეს აქვს 7 გოლა და 1 გოლით უსწრებს იგი ბრიუსელის ანტერლეხტს, 9 გოლია გატანილი ბელგიურ კლუბს და 3 საკუთარ კარში გაშვებული. შეხვედრის არბიტრთა ბრიგადა არის ავსტრიიდან ჰერალდ ლეხნერი და მას ეხმარებიან andreas felingeri, andreas heindernechi და manuel schuttenbrugeri. ეს ეკრანებზე გუნდის კაპიტანები და საჭთა ბრიგადა, შესაბამისად თორნიკე აფციაური თქვენგან ხელმარჯვნივ და კარლ ჰოეფკენსი ხელმარცხნივ. UEFA-ს დელეგატია მეჰმუდ სულეი ონენი თურქეთიდან, ხოლო საშემოქმედებელი კი ჰოლანდიელი გახლავთ კორნელის ბაკერი. მაშასე პრაქტიკულად ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ დაიწყოს ეს მეტად საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ზესტაფონელთათვის შეხვედრა. ჰერალდ ლეხნერია თქვენს ეკრანებზე. გეტყვით იმას, რომ სტადიონი სავსე არ არის, თუმცა მხარდაჭერა ზესტაფონელ კლუბს ექნება გარანტირებული. დღეს მთელი დღის მანძილზე ემზადებოდნენ კომაგები იმისთვის, რომ ბოლომდე დადგომოდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს მხარში და
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით ბელგიელებს კომფორტი ნამდვილად არ შეექმნებათ, მაყურებლებს გულისხმობ, რომლებიც მთელი მატჩის მანძილზე ალბათ იაქტიურებენ და ხურვალე მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს უგანასყრელ ჩემპიონს, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული ცვლილებები, ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ არ თამაშობს მურთაზ დაუშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც იქნა გადაყვანილი ზესტაფონის მეორე გუნდში, გარდა ამისა არ არის ონიანი ცენტრალური მცველი, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ეს ადრიე კოსტერი გახლავთ, ბელგიელთან მთავარი მწვრთნელი და ტოვებს ამ შეხვედრას როგორც გითხარით ონიანი და აგრეთვე უკვე საკმაო ხანია ტრამვირებულია გიორგი ხიდეშელი, რომელიც უახლოეს პერიოდში ზესტაფონებს ვერ დაეხმარებათ. მაშასე ბელგიელები დაიწყებენ მატჩს, ისინი შეიყვანენ პირველები ბურთს თამაშში, მას შემდეგ რაც აი ეს ადამიანი ლეხნერი მისცა მან უკვე ნიშანი და დაიწყო მატჩი ზესტაფონი მასპინძლობს ბრიუგეს. პირველი შეტევა, პირველი ცდელობა შეტევისა ბელგიელთა მხრიდან, იქ მარცხენა მცველის პოზიციაზე ზუსტად იმოქმედა ამ ეპიზოდში ეդიკ საჯაიამ და პირველი ჯარიმა დაირღვა თამაშის წესები მასპინძელთა ნახევარზე. პირველივე წუთზე ბელგიელებმა იუხეშეს ირაკლი ძარიას წინააღმდეგ და ჯარიმა, რომელიც უნდა დაარტყან ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა, გაითამაშეს მათ უკვე ეს სტანდარტი. საჯაია გრძელი პასის მცდელობა, იქ ბურთზე გამოვიდა ჯაბადვალი, შემდეგ გადაცემა წინ ნიკოლოზ გელაშვილის მიმართულებით, თუმცა ზესტაფონთა მეცხრე ნომერმა ბურთს ვერ მიუსწრო, რომელსაც უკვე თამაში შეიყვანს კოლინ კოოსემანსი. ძალიან დასანანი იყო ის, რომ ზესტაფონი ვერ გაცდა გრაცის შტურმს, არ იყო შტურმი, ის გუნდი, რომელსაც აუცილებლად უნდა გამოეგდო ზესტაფონი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან და ამაში ალბათ ყველა დარწმუნდა. ნახარა ორივე მატჩი ზესტაფონური კლუბისა და გარდა ამისა კენჭისყრის შემდეგაც ახლა მივაქციოთ ყურადღება ბელგიელთა აი ამ პირველ შეტევას, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო იყო მასპინძელთა კარტამ, თუმცა ჩვენ და ბედად დატოვა ბურთმა საბოლოო ჯამში მოედნის ფარგლები და თუ გავყვებით დაუშვათ შემდეგ კენჭისყრას გრაცის შტურმი ზმეტოკე უკვე პლეი-ოფში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისა არის ბატე, ბელორუსიული კლუბი, რომელიც ასევე არ იქნებოდა ნამდვილად ზესტაფონელთა წინააღმდეგ ფავორიტის რანგში. ასე რომ აი ეს მარცხი ორი მატჩის ჯამში შტურმთან კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საკმაოდ დასანანი იყო, თანაც იმ თამაშისგან გამომდინარე, რომელიც ვიხილეთ ჩვენ როგორც თბილისში, ასევე გრაცში. გადააგდეს ბურთი ბელგიელებმა მოედნის ფარგლებს გარეთ. ჯაბადვალის და ბელგიელთა მე-6 ნომრის ნიკი ზიმლინგის ოთხაბრძოლა ნახეთ თქვენ, რომლის შემდეგაც დაშავდა ქართველი თავდამსხმელი. არ იყო ზიმლინგი, უკაცრავად გახდათ ალმებაკი და საბოლოოდ სწორედ ამის გამო იქნა სპარკლებს გარეთ. ახლა კი უკვე კოლინ კოოსემანსი გაუბრუნეს მეტოკეს, როგორც ფეხბურთის ფეირპლეის წესები ითვალისწინებს ამ ყველაფერს. რაიან დონკი, ჰოლანდიელი ცველი, ზავნიდა ბურთს წინ, იქ ორთაბრძოლას საბოლოო ჯამში იგებენ მასპინძლები. ზაალ ელიავა, ეդიკ საჯაია, დვალი ვერ გაითამაშეს კომბინაცია ჯერჯერობით მასპინძლებმა, თუმცა ახლა შეიძლება საფრთხო იერიში გამოუვიდეთ მათ. აფციაური მარჯვენა ფლანგზე უკან გადაცემა, მაგრამ ვერ გაუგეს აკაშკარად თორნიკე აფციაურს პარტნიორებმა, ესეთი მახვილგონებრივი პასი გააკეთა ზესტაფონთა 55 ნომერმა, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი მასპინძელი ფეხბურთელი ამ გადაცემას არ გამოეხმაურა. აკაშკარა შეცდომა დაუშვა ბელგიურმა კლუბმა დაცვაში. ზონა დარჩათ ბელგიელებს თავისუფალი, რითაც კინაღა მისარგებლეს მასპინძლებმა. შოთა გრიგალაშვილია თქვენს ეკრანებზე. ამასთანავე მატჩი
საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან შორის. გრიგალაშვილი იყო მინდორზე. ცუდი შტაბეჭდილება მას არ დაუტოვებიას. არ იყო სადებიუტო მატჩი გრიგალაშვილისთვის, იგი თავის დროზეც გახლდათ რამდენიმე წლის წინ გამოძახებული ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. შემდეგ ჰქონდა რაღაც გარკვეული პაუზა და ეხლა კეცბაიამ ისევ მოიწვია ზესტაფონის ნახევარმცველი ნაკრების რიგებში და ათამაშა კიდეც პორტუგალიაში, თავგაზრდავთ პოლონეთში. როგორც ალბათ გახსოვთ, გრიგალაშვილს არაფერი გაუფუჭებია, ის კი არა, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვათ იმას, რომ საკმაოდ ნორმალური შტაბეჭდილება დატოვა ზესტაფონთან ნახევარმცველმა. აქ ჯარიმაა, ან კარიდან დარტყმა. არ დააფიქსირეს თამაშის წესების დარღვევა. მასმენძელთა მხრიდან ედი საჯაია არის კადრში. ვადის ოჯიჯა ოფოე. ბელგიელია. ეს მოხდელი მოქალაქეობა აქვს ბელგიის. ნაკრებში აქვს ჩატარებული 2 მატჩი. მასპინძლები. საჯაია ბუქტით. არ გავიდა ეს პასი, დუალამდე ბურთმა არ მიაღწია. კიდევ ერთ შეტევას წარმოიწყებენ სულ მალე ზესტაფონელი ბურთელები, ისევ ედი საჯაია. ლაუ. მასპინძელთა ცენტრალური მცველი. გრძელი პასი, მაგრამ დროულად დატოვა კარი კოოსემანსმა და დაასწრო იქ ნიკოლოზ გელაშვილს. მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგეს მასპინძლებმა, თუმცა გააგრძელა ბრიუგემ შეტევა, ამჯერად უკვე მარცხენა ფლანგიდან იხსნება ახლოძელთან. და გაიხსნა კიდეც და რასთავარია დარტყმის განხორციელების საშუალება მიეცა ჟოზეფ აკბალას, ნიგერიელ თავდასხმელს. დაასწრო მან საჯაიას და საბოლოოდ ბოლოს ეთყობა ბურთი მაინც ზესტაფონთან 32 ნომერს მოხვდა. კუთხური, რომელიც უნდა შეასრულონ სტუმრებმა. ოჯიჯა ოფოე ჩააწოდა მაღალი ბურთი. ტოვებს ბურთი საჯარო მოედნის ფარგლებს გელაშვილი. შემდეგ ლაუ ბელგიელები. ბასკესი. უკან გადაცემა. შვედი ფეხბურთელი ალმებაკი იყო ბურთით და საბოლოოდ კოოსემანსი. ალმებაკი. გრძელი პასი წინ თავით თამაშა საჯაიამ და აუტია, რომელიც უნდა მოწოდონ ბრიუგეს ფეხბურთელებმა, რაც გააკეთა კიდეც ბოევკენსმა, გუნდის კაპიტანმა. კიდევ ერთი აუტი და ისევ ბოევკენსი შეიყვანა ბურთი თამაში. ესეთი არასასიამოვნო იერიში განახორციელეს ბრიუგეს ფეხბურთელებმა. თქვენს ეკრანებზე გიორგი ჭიაბრიშვილი გახლავთ. ზესტაფონთა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. როინ კვასხვაძე. ძლიერად დაარტყა ზესტაფონთა გოლკიპერმა წინ მეორე სართულზე მოიგეს ბრძოლა სტუმრებმა, თუმცა ბურთთან დარჩა თორნიკე აფციაური. დაკარგა ბურთი აფციაურმა. მომენტალურად პასი წინ და ისევ მარცხენა ფლანგიდან ვითარდება იერიში. კარგად გაერგვა სიტუაციაში სტუმარი ფეხბურთელი 2 მეტოქეს გვერდი აუარა. წყნარად არის აქ თამაში საჭირო, რასაც აკეთებს კიდეც საჯაია. ისევ ბელგიელები აკონტროლებენ ბურთს. ზიმლინგი. ლომათი შეტევა იწყება მარცხენა ფრთიდან. დაეუფლა ბრიუგე ამ წუთებში უპირატესობას მოედნის ცენტრს. ფლობენ ჩვენი სტუმრები, რასაც მოსდევს ხოლმე ეს არასასიამოვნო ეპიზოდები ზესტაფონთა კართან. აქ არ დააფიქსირა ჯარიმა ავსტრიელმა რეფერიმ. დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები, აუტი უკვე მოაწოდა ბრიუგემ. ისევ
სტუმრები კვლავ მარცხნივ გადაცემა, იქ ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ ზესტაფონელები. ჯარიმა დაიღო თამაშის წესები თეიმურაზ ღონღაძის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში. კვასხვაძე შეიყვანს ახლა ბურთს თამაში, ეს მცირე არც თუ ისე ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან ისეთი არა სასიამოვნო მონაკვეთი იყო დროისა. ნაბილ დირარი მაროგოელი ფეხბურთელი აქტიურობდა მარცხენა ფრთიდან და სწორედ მან დაარღვია თამაშის წესები ღონღაძესთან დუელში. გრიგალაშვილი კარგად თამაშა შოთა გრიგალაშვილმა, იქ პარტნიორმა მისმა დაუშვა შეცდომა ელემენტარულ სიტუაციაში ზაალელიოვამ არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რამაც გრიგალაშვილი ჩააყენა რთულ მდგომარეობაში, თუმცა ალბათ მაქსიმუმი მიიღო. მაინც ზესტაფონელთა ნახევარმცველმა იმ ეპიზოდში ორი ფეხბურთელის გარემოცვაში იმყოფებოდა იგი და დაჯარიმდნენ ბელგიელები მასთან ორთაბრძოლაში. აქ კიდევ ერთი ჯარიმა ერთვებოდა შეტევაში თეიმურაზ ღონღაძე და იგი შეარჩერა საკრძალული ხერხით. ღონღაძე ისევ ბურთით ცენტრისკენ გადაცემა და შემდეგ მარცხნივ პასი. კარში დარტყმამდე საქმე არ მიდგა იქ. კორპუსი ძალიან კარგად ითამაშა ბელგიელთა მე-6 ნომერმა ნიკი ზიმლინგმა და მოახერხა ბურთის მოგერება მოედნის ფარგლებს გარეთ. აუტი მოაწოდეს მასმეძლებმა. კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ ამის გაკეთება. ბრიუგე თამაშობს ერთი გამოკვეთილი ფორვარდით, ეს თავდასხმელი გახლავთ ჟოზეფ აკპალა, რომელიც პრაქტიკულად სულ რჩება მოედნის ცენტრალურ ხაზთან ახლოს. დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ჩადის საკუთარი საჯარო მოედნის წინა ხაზთან და ძირითადი ამოცანა მათი გახლავთ, რომ მოიგერიონ მასმენძელთა შეტევები, თუმცა ფლანგებზე ბელგიელებს ყავთ საკმაოდ სწრაფი და მობილური ფეხბურთელები. მარცხნივ ჩვენ ვნახეთ, რომ ნაბილ დირარია ხოლმე ძალიან ხშირად აქტიური. მარჯვნივ ადრია კოსტერის ჩანაფიქრით იგივე უნდა გააკეთოს ვიქტორ ვასკესმა. თუმცა ნახოთ საბოლოოდ როგორ მოახერხებენ ჩვენი სტუმრები წვრთნელის ჩანაფიქრის მინდორზე გადატანას. ახლა არის შეტევაში ბელგიური კლუბი. გადაცემა აკპალასკენ სახიფათო მომენტი და აქ არ იყო თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირებული და ძალიან კარგად ითამაშა კვასხვაძემ, რომელმაც არ დატოვა კარი და შესაბამისად აი ამ სწორი პოზიციის შერჩევის ხარჯზე უუნებელყო აი ეს სახიფათო ეპიზოდი, რომელიც შეიქმნა ზესტაფონელთა კარის სიახლოვეს. მარტო აბსოლუტურად რეფაელოვი თუ გაიხედებიან ბელგიელები მისკენ შეიძლება სახიფათოდ განავითარონ შეტევა. აქ კი გამოიტანეს ბურთი საჯარო მოედნის ფარგლებს გარეთ მასმენძლებმა. მამუკა კობახიძე იყო თქვენს ეკრანებზე, რომელიც ძლიერი დარტყმით მოიგერია ბურთი მეტოქის ნახევარზე. სიმლინგი უკან გადაცემა გავიდა ეს პასი ჩვენ და სამწუხაროდ და იხსნებოდა აკპალა საკმაოდ არასასიამოვნოდ. ვიქტორ ვასკესი უკეთებდა მას გადაცემას, მაგრამ შეცდა იქ ესპანელი, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ საერთოდ ვასკესმა ბურთი მიიღო, ეს მაინც კარგს არაფერს უქადდა მასმენძლებს. გაცვალეს ახლა ვასკესმა და რეფაელოვმა ადგილები. ებრაელი ფეხბურთელი გადმოვიდა მარჯვნივ და ვასკესმა დაიკავა მოედნის ცენტრში პოზიცია. მარცხენა ფლანგიდან დირარი, შემდეგ ზიმლინგი.
ერთი შეხებით ოჯიჯაოფო აკეთებდა ვასკესისკენ პასს. არ გავიდა ეს გადაცემა, სამაგიეროდ ეხლა შეუტია რეფაელოვმა, თანაც საკმაოდ სახიფათოდ. ბოლომდე იბრძვის ხაიფას მაკაბის ფეხბურთელი ბურთისთვის და საბოლოოდ დატოვა ბურთმა მოედნის პარკლები, როინ კვასხვაძე შეიყვანს მას თამაში. მომენტი კიდევ ერთხელ თქვენს ეკრანებზე იქ ზაალელიავა, ედიქ საჯაია და ირაკლი ზარია ეთამაშებოდნენ რეფაელოვს. საბოლოოდ აი ამ სამეულმა მოახერხა ის რომ რეფაელოვისგან დატოვა ბურთმა მინდვრის პარკლები. აუტი მოაწოდეს ბელგიელებმა ოეფკენსი, შემდეგ ზიმლინგი, მარცხნივ გადაცემა იქ ჰოგლია. წავიდა წინ ნორვეგიელი, კлау ზიმლინგი ბურთით. ოეფკენსი. ზიმლინგი. ვასკესი. დირარი იპოვნა ვასკესმა. სადამ აროპოლმა ჩაწოდების გაკეთება არ გამოუვიდა. ისევე როგორც არ გამოუვიდათ მასმენზებს კონტრიერში, თუმცა ამაში დამანაშავე იყვნენ ბელგიელები, რომლებმაც აკრძალული ხერხით შეაჩერეს ირაკლი ზარია ზიმლინგმა კონკრეტულად და ჯარიმა, რომელიც უნდა დაარტყან ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა, გააკეთებს ამას როინ კვასხვაძე. ხუთმეტ წუთი მიიწურა შეხვედრის დაწყებიდან, ანგარიში არ გახსნა 0-0. კიდევ ერთხელ შეჭერდა თამაში და აბსოლუტურად სამართლიანად იქ ხელი კრეს თორნიგე აფციაურს. ალმებაკმა კონკრეტულად შვედმა ცენტრალურმა მცველმა და ჯარიმა საკმაოდ ისეთი სახიფათო სტანდარტია. თორნიგე აფციაური ბურთთან შეუძლია მას ძალიან კარგად აქედან ჩააწოდოს, შეუძლია კარშიც დაარტყოს, ნახოთ რა გაგრძელებას ამოირჩევს ზესტაფონელთა კაპიტანი. ხალხმრავლობა ბრიუგეს საჯარიმო მოედანში, აფციაური ჩააწოდა შორეულ ძელთან დარტყმა, მაგრამ სამწუხაროდ არა ზუსტი. ედიქ საჯაია იყო ჩართული შეტევაში. სწორედ მისი მიმართულებით გაგზავნა ბურთი აფციაურმა, ეგ განმეორებით ხედავთ მომენტს ეკრანებზე, მოიგო საჯაია მეორე სართულზე ორთაბრძოლა. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მარცხენა მცველმა ტომ ჰოგლიმ ვერ გაუწია მას წინააღმდეგობა, საჯაიამ დაარტყა თავით, მაგრამ დაარტყა არაზუსტად. ეხლა უკვე ბრიუგეს შეტევა, რეფაელოვი. არ არის ჯარიმა, შეიძლება თამაშის გაგრძელება და აკეთებენ კიდევ ამას მასმინძლები, დვალი, გელაშვილი, მარცხენა ფლანგიდან, გადაცემა ისევ საჯარიმო მოედნის მისადგომებთან, დვალისკენ გელაშვილი დაარტყა. წინვალეთ ითამაშა ყოესესმა, თუმცა გაგრძელდა ეპიზოდი, რომელიც დამთავრდა ძალიან საეჭვო წაქცევით. ზესტაფონელი ფეხბურთელისა მეტოქის საჯარიმო მოედანში, კონკრეტულად კი ჯაბა დვალი წაიგზა და ნახოთ ახლა ჩვენ ამ მომენტს განმეორებით თუ რა მოხდა. იქამდე გაარკვევენ ჯერ ურთიერთობას მატჩის მთავარი არბიტრი ლეხშნერი და ზესტაფონელი ფეხბურთელები, საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ მასპინძლები იქნენ დაჯარიმებულნი, მაგრამ დვალი თქვენს ეკრანებზე სწორედ ჯაბა დვალი აქტიურობდა, როდესაც იგი მიდიოდა დამატებაზე გელაშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ, თუმცა ის ეპიზოდი დამთავრდა დვალის წაქცევით. კიდევ ერთხელ აღნიშნავს საეჭვო წაქცევით. სამწუხაროდ ლეხშნერმა არ მიუთითა 11 მეტრიანის ნიშნულისკენ. ეხლა კი შეტევაში ბელგიელები იყვნენ, დაკარგეს მათ ბურთი და კონტრიერში ზესტაფონის შესრულებით მარჯვნივ გადაცემა ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად არის. ეხლა სწრაფად იყო პასის გაკეთება საჭირო, თუმცა ამის საბოლოო ჯამში გაკეთება ზესტაფონელებმა ვერ მოახერხეს. ბელგიელები შეტევაში ყურადღებით უნდა იყვნენ, მასპინძლები ვასკესი გადაცემა. კარგად თამაშა ძალიან კვასხვაძემ, წაიკითხა მან შეტევის შესაძლო განვითარება და დროულად დატოვა კარი. როინ კვასხვაძე თქვენს ეკრანებზე.
დვალი მარცხნივ გადაცემა ზალ ელიავა ჩაერთო შეტევაში სასტაფონო და მარცხენა მცველი შეიწია მე-20 ნომერმა ცენტრისკენ დააპირა საჯარიმო მოედანში შესვლა და ერთი ფეხბურთელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მის წინააღმდეგ ვერ გაცდა სამწუხაროდ ელიავა ამ ფეხბურთელს გააგრძელეს მასპინძლებმა იერიში პასი კარის გასწვრივ ოსემანსი დაეუფლა საბოლოოდ ბურთს და კონტრიერიში ბრიუგეს შესრულებით რამდენიმე სტუმარი ფეხბურთელი იხსნება და აკპალა არის ერთ-ერთი მათგანი რომელიც აწვდის საჯარიმოში და ძალიან კარგად დროულად ჩამოუსწრო ამ შეტევას მამუკა კობახიძემ რომელმაც გადააგდო ბურთი კუთხურზე კუთხური უკვე სტუმართა შესრულებით საკმაოდ საინტერესო საყურებელია ეს შეხვედრა განსაკუთრებით ბოლო 5-7 წუთია როდესაც როგორც ერთ ისე მეორე კარტთან იქმნება ხიფათი რა თქმა უნდა ჩვენ გვირჩევნია რომ ეს ხიფათი პერმანენტულად იქმნებოდეს ოსემანსის კარის სიახლოვეს თუმცა თამაშის ხარისხს ვერ დაუწუნებთ ვერც ერთ და ვერც მეორე გუნდს ვასკესი გადაცემა საჯარო მოედნის წინა ხაზთან დვალი თამაშობს იქ კარგად რომელიც მცველებს ეხმარებოდა და ახლა კონტრიერში შანსი აქვს ზესტაფონლებს კონდათ იმ შემთხვევაში თუ შოთა გრიგალაშვილი გააკეთებდა ზუსტ პასს ისევ გრიგალაშვილი ბურთით გადაგვეთა მან უკვე მოედნის ცენტრი დვალი ვერ გაუწეს ერთმანეთს ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა და საბოლოოდ დაიკარგა ბურთი ფოგლი ისევ ფოგლი ბურთთან ეხლა უკვე მასპინძლები იქ შეცდომა გორგიაშვილის მიერ დაშვებული და საბოლოოდ ჯარიმა Hoefkensi. Refaelovs, ისე რეფაელოვი. უჯიჯაოფოესთან გაითამაშა კომბინაცია, კვლავ რეფაელოვი. მარცხნივ გადაიტანა თამაში, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ეხლა ებრაელმა. შეტევაში გირარი, უკან პასი და შორტიდან წინა დარტყმა გარის მართულებით ყურადღებით. რეფაელოვი დარჩა საჯარიმო მოედანში მარტო. დარტყმა იქ ბელგიელებს არ გამოუვიდათ. მიუვიდა ბურთი რეფაელოვს და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით იგი გაისწორა, მეორეთი დაარტყმა კარის მართულებით საბედნიეროდ არაზუსტად. ჰქონდა აქ რეფაელოვს შანსი იმისი რომ დაეწინაურებია თავისი გუნდი, იქ მოხვდა ბურთი კობახიძეს და საბედნიეროდ შემდეგ უკვე რეფაელოვის დარტყმული ზუსტი არ გამოდგა. აფციაური. არაუსტი გადაცემა. Hoefkensi. აკპალა მეორე საფუძვზე ორთაბრძოლა, თუმცა ყურადღებით იყო კობახიძე. გაატარა Hoefkensმა მოედნის პარკლებზე და არის აუტია, რომელიც უნდა მოაწოდონ ბელგიელებმა. აი ეს მომენტი გელაშვილის დარტყმა. არა, ნუ აქ პენალტია, ორი აზრი ამაზე არ არსებობს. შეიძლება ვინმეს ჩემი ნათქვამი მოეჩვენო ძალიან კატეგორიულად, მაგრამ ასეთ სიტუაციაში პენალტი უნდა დაინიშნოს. კონტაქტი მეკარესა და ჯაბადვალს შორის აშკარად იყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და არ მალაპარაკეს მე ამ შემთხვევაში სუბიექტივიზმი ნებისმიერი რანგის თამაში და ნებისმიერი დონის მატჩში, როდესაც საჯი ასეთ ეპიზოდში პენალტს არ ნიშნავს, ეს ეთვლება მას უდიდეს შეცდომად. ჰერალდ ლეხნერმა ვერ მიიღო იმ ეპიზოდში მართებული გადაწყვეტილება. ზესტაფონლები იმსახურებდნენ 11 მეტრიანს, რომელიც მათ მოხპარა ავსტრიელმა რეფერიმ, რომელსაც ხედავთ ახლა ეკრანებზე. ძალიან დასანანია, რომ ესეთი ляпსუსის გამო, რომელიც დაუშვა მატჩის მთავარმა არბიტრმა,
ეხლა ანგარიში არის 0-0 და ზესტაფონლებს არ მიეცათ შანსი შეესრულებინათ 11 მეტრიანი, რამე თუ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდებოდა ალბათ, როდესაც გამეორებით ნახეთ ჩვენ ეს ეპიზოდი, ყველა დარწმუნდებოდა იმაში, რომ კოესემანსმა უბრალოდ წააქცია ჯაბადვალი. ოჯიჯა ოფოე გოლის ცენტრში. ოევკენსი. არ გავიდა ეს პასი აკპალაზე. თეიმურაზ ღონღაძე ზამის ძლიერი დარტყმა კურსზე, თუმცა გადის კურტი მოედის პარკლებს გარეთ და აუტი უნდა მოაწოდონ. სტუმარმა ფეხბურთელებმა რაც ამ უკვე გააკეთეს. ალმებაკი. გეს კიდევ ერთი ერიში აკპალა ბურთს კარგავს. დვალი. ორ შესნომათა მთელი სერია და ალმებაკი ბურთით ზიმლინგი. განისკა ზიმლინგმა, თუმცა ბურთი ბელგიელებმა შეინარჩუნეს. საბოლოოდ დაკარგეს კიდეც. აუტია გვერდით ხაზიდან განახლება თამაში, გააკეთებენ ამას. ქართველი ფეხბურთელები, კონკრეტულად კი ღონღაძე. მოწოდა აუტიდან ღონღაძემ. აფციაური, უკან პასი, ზიმლინგი თამაშობს. ძელი გადაცემა წინიკა. სიტუაციაში ბელგიელი ფეხბურთელები და რაიან დონკმა ძლიერი დარტყმა გადაიტანა თამაში ედოკის ნახევარზე. აქ ხელია შესაბამისად თავისუფალი, რომელიც უნდა დაარტყან ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა. გრიგალაშვილი უყურადღებოდ თამაშის ახლა მასპინძლებმა ბურთი დაკარგეს და შესაბამისად ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს შეტევა, რომელიც ვითარდება ზესტაფონის კარის მიმართულებით. სახიფათო მომენტი, აკპალა დარტყმა და ესეც საეჭვოა. მე მომეჩვენა რომ იყო თამაშგარე მდგომარეობა. თუმცა არბიტრმა გოლი ჩათვალა და ეხლა ჩვენ ვნახავთ განმეორებით ამ ეპიზოდს. ნუ ფაქტია რომ 27 წუთზე ანგარიში ხდება 1-0, ვნახოთ მომენტი კიდევ ერთხელ. გადაცემა მარჯვენა ფლანგზე. ოჯიჯა ოფოე აწვდის. აქ თამაშგარია. ნუ ასეა თუ ისე ბრიუგე გადის წინ 1-0. აი მომენტი კიდევ ერთხელ თქვენს ეკრანებზე. ეს არ იყო უკან პასი, ეს იყო წინ გაკეთებული გადაცემა და ჯერ კიდევ პირველ ეპიზოდშიც კი, როდესაც ბურთი მოვიდა ვადის ოჯიჯა ოფოეს, აკპალა იყო თამაშგარე მდგომარეობაში და თვითონ ბელგიელთა 32 ნომრის პოზიციაც იყო არასწორი. პასის გაკეთების მომენტში როგორც ერთი ისე მეორე ფეხბურთელი იდგნენ ზესტაფონთან ბოლო მცველთან შედარებით ყვასყვაძესთან უფრო ახლოს. ასეა თუ ისე ბრიუგე იგებს 1-0 და ეხლა იქნება პირველი ყვითელი ბარათი ლევანდოვის შეხვედრაში. მიიღო იგი მამუკა კობახიძემ. ძალიან სამწუხაროა რომ ნაცვლად დასანიშნი 11 მეტრიანისა, რომელიც უნდა დანიშნულიყო. აქეთ ზესტაფონმა მიიღო გოლი საკუთარ კარში. 11 მეტრიანისა, რომელიც უნდა შეესრულებინათ მასპინძლებს. ბრიუგე შეტევაში. თავის საქმე ბელგიელებმა გააკეთეს, მათ
გოლი შეაგდეს. დონკი ახლა ბურთით. ზიმლინგი. ძალიან უხეშად ითამაშა დუალმა. ეს მოხდა ასე გამოჩნდა ახლა. საკმაოდ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა ეპიზოდი. ის გამოც დუალი იღებს ვითელ ბარათს. გაშლი ფეხით წავიდა წინააღმდეგზე, რაც დაჟჯადია, ახლა ზიმლინგმაც გააფორმა, რა თქმა უნდა. თუმცა თვითონ დუალის მოქმედება საკმაოდ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა და ვითელი ბარათი მიიღო ზესტაფონთა მე-11 ნომერმა. აქ კიდევ ერთი შეტევა ბელგიელების ანგარიში გახდა 2-0 რეფაელოვი გატანილი გოლის ავტორი. აი ესე 2 წუთში გაუშვა საქართველოს ჩემპიონმა 2 ბურთი საკუთარ კარში. ნაბილ დირარის გადაცემა საჯარიმო მოედნის ცენტრში და ანგარიში ხდება 2-0 ბელგიელთა სასარგებლოდ. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდება ზესტაფონი. ლაიორ რეფაელოვი გატანილი გოლის ავტორი და დანაშაულება ბუნებრივია კვასხვაძესი აქ არ შეიძლება. 0-2. ოცდამეათე წუთი მატჩისა და ბრიუგე იგებს უკვე 2 ბურთიანი სხვაობით. ძალიან ცუდი როლი ითამაშა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აი იმ არ დანიშნულმა 11 მეტრიანმა და შემდეგ გახსოვთ ალბათ იმ ეპიზოდს მოყვა არ ჩასათვლელი გოლი ზესტაფონელთა კარში. იგებენ ბელგიელები პირველ შეხვედრას ანგარიში 2-0 და ალბათ ასეთ განვითარებას მოვლენებისა თვით ბრიუგეც კი ნაკლებად ელოდა. აბსოლუტურად არ არის მატჩის მიმდინარეობა და ხასიათი ისეთი რა ანგარიშიც არის ახლა ტაბლოზე. თუმცა სამწუხარო რეალობაა. ზესტაფონი აგებს 0-2-ს. ზიმლინგი. მარცხნივ გადაცემა ჰოგლი ბურთით. ვაუ. ნორვეგიელი ფეხბურთელი. საბოლოო ჯამში ჯარიმა. რომელიც უნდა დაარტყა ბრიუგეს ფეხბურთელებმა. აღარ იჩქარებენ, ახლა ბუნებრივია. ბელგიელები არც იქამდე ცდილობდნენ ისინი მაქსიმალურად მაღალ ტემპში ეთამაშათ და ახლა საერთოდ ალბათ თავარი აქცენტი ბრიუგეს მხრიდან იქნება გაკეთებული საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე, მაქსიმალურად ბურთის შენარჩუნებაზე და ამასთან ერთად რა თქმა უნდა ანგარიშის შენარჩუნებაზეც. აქ ჯერ წააგო ორთაბრძოლა ხონღაძემ, შემდეგ დარჩათ იქ მწველებს რეფაელოვი დააგვიანა დაზღვევა ცენტრალური მწველებისა ზალ ელიავან და საბოლოოდ ამ ყველაფერმა მოიტანა მეორე ბურთი საბოლოოდ კლუბ ზესტაფონის გარში. აკპალა რეფაელოვი საერთოდ გადაცემა. თუმცა ბრძოლა შეიძლება ჯერ კიდევ არის პირველი ტაიმის დაახლოებით მაქსიმუმ 15 წუთი და მთელი მეორე ტაიმი წინ. ასეთი კი არა უარესი მატჩები შემოუტრიალებიათ გუნდებს და რაც თვარია ფარხმალის დაყრა და უიმედო მდგომარეობაში ყოფნა. რა თქმა უნდა მას მიძლებს არაფერს არ არგებს. აი იერიში ახლა ზესტაფონის
ხეირიანად დამუშავება. აკპალა. ჰოევკენსი. მარჯვენა ფლანგზე გაიყვანა გარღვევაზე ოჯიჯა ოფოე. აწვდის მარჯვენა ფლანგიდან ბელგიელთა 32 ნომერი, იქ მოხვდა ბურთი ელიავას, შემდეგ მიუვიდა საჯაიას. ჯარიმა დაირღვა თამაშის წესები გრიგალაშვილთან ორთაბრძოლაში და სტანდარტი, რომელიც უნდა შეასრულონ მასპინძლებმა. ცოტა ტემპს უნდა მოუმატოს ზესტაფონმა, გასაგებია რომ მდგომარეობა რთულია, როგორც ანგარიშის, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაქვს ხედველობაში. მაგრამ მე მაინც მრჩება შტაბის წევრები რომ 1-2 ესეთი კარგი გათამაშებული კომბინაცია და 1-2 ხიფათი ბრიუგეს კართან გამოიყვანს აი ამ შოკური მდგომარეობიდან ზესტაფონის ფეხბურთელებს. ძალიან კარგი იქნება თუ მათ შეძლეს თუნდაც ერთი ბურთის გატანა შესვენებამდე. ეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს მათ საბრძოლო განწყობას და მათ ტონუსს. ელიავა. დუალი. კობახიძე, აფციაური. ონის ცენტრში ზესტაფონლები. ჯეჯოები საკმაოდ ნორმალურად კომბინირებენ. ზარია ბურთით, შორი დისტანციიდან სადა დაერტყა, არ გამოუვიდა ზესტაფონთა 10-იანს. ეს დარტყმა. კოსემანსი შეიყვანს ბურთს თამაშში. ძლიერად დაარტყა წინ ბრიუგეს გოლკიპერმა, თუმცა მოქმედა საბოლოო ჯამში არაზუსტად ზიმლინგი ჩაჭრა მან გადაცემა. ვასკესი. ჰოევკენსი. რეფაელოვი. დიაგონალური პასი მარცხნივ ძალიან კარგად დაინახა ეხლა რეფაელოვმა და როსტოველია ძალიან კარგად შეასრულა ყველაფერი. დირარი საჯარიმო მოედანში, ოდნავ უკან გადაცემა და შორი დისტანციიდან ზიმლინგის დარტყმა. საკმაოდ ძლიერი, იქ მოხვდა ბურთი საბოლოო ჯამში მასმენძელთა ერთ-ერთ მცველს და ამგვარად განიმუხტა ეს ეპიზოდი, აუტია. გორგიაშვილი სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაშში. ელიავა. საჯაია. შემდეგ კობახიძე. აფციაური. ორი ფეხბურთელის გარემოში იყო მარცხნივ გადაიტანა თამაში ელიავასკენ. თვითონვე გაეხსნა. გრიგალაშვილი. აფციაური. ჩააწოდა გელაშვილი, ბურთს მიწვდა, თუმცა ისე ვერა რომ დაემორჩილებინა და შემდეგ იერიში გაეგრძელებინა. აფციაური კიდევ ერთი პასი რბილი გადაცემა საჯარიმო მოედანში გამოიტანეს ბელგიელებმა და აკპალა. ფოკუსი დააყენა აკპალამ. საკმაოდ კარგად, თუმცა ბურთი საბოლოო ჯამში მაინც ვერ შეინარჩუნა, იქ ფეხით იტკინა. რეფაელოვი კიდევ ერთი მცდელობა ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანისა, აქ უკვე ყურადღებით იმოქმედა თეიმურა ზღონღაძემ და თავი დაუგდო ბურთი კვასხვაძეს. ცაში ვარსკვლავებს ბრუგე ნამდვილად არ ეთამაშება, მაგრამ ძალიან განსწავლული უპირველეს ყოვლისა გუნდის შტაბის შტილებას ტოვებს. გუნდისა, რომელსაც საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს სათამაშო დისციპლინა. ახლა შეტევაში არიან მასპინძლები, მივადონა თვალყური მათ მცდელობას მომენტალურად. ორი ფეხბურთელი აღიმართა გელაშვილის წინაშე და საბოლოო ჯამში ზუსტი ჩამოწოდების განხორციელება ნიკოლოზ გელაშვილმა ვერ მოახერხა. არის რაღაც გარკვეული სისუსტეები, ხო პირველი ტაიმის 29 წუთის შემდეგ რაღაც გარკვეული
მცირეოდენი დასკვნების გაკეთება შეიძლება, განსაკუთრებით მოიკოჩლებს ბელგიელთა დაცვის მარცხენა ფლანგი ტომ ჰოგლი, კონკრეტულად მარცხენა მცველი, რომელიც ძალიან ხშირად ცდება ხოლმე პოზიციურ, ძალიან ხშირად რა, 2-3 ეპიზოდი იყო ისეთი, როდესაც ჰოგლი შეცდა, მაგრამ მისმა პარტნიორებმა ზუსტად ამ სწორი ფეხბურთის და სწორი მოქმედებების ხარჯზე შეძლეს მისი შეცდომების აღმოფხვრა. გითხარით, რომ ერთი გამოკვეთილად წინწაწეული ფორვარდი ყავს აკპალას სახით ბრიუგეს, რომელიც ყველა ბურთისთვის იბრძვის აბსოლუტურად და აწუხებს ამითი ზესტაფონელთა მცველებს. საკმაოდ კარგი შტაბეშტილება დატოვა რეფაელოვმა, გაცილებით უფრო უკეთესი ვიდრე ნაბილ დირარმა. თუმცა უნდა გვავიწყდება, რომ სწორედ დირარი იყო საგოლე გადაცემის ავტორი. მეორე ბურთი მაქვს მხედველობაში. ესეთ საშუალო დონის ძალიან კარგად კიდევ ერთხელ გამიმეორებ განსწავლული ევროპული საზომებით გუნდი გახლავთ ბრიუგი, ასე რომ ხო კიდევ ერთი გადაცემა აკპალას მიმართულებით და კუთხურია. ასე რომ საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან აქვს საქმე ზესტაფონს. საკმაოდ ძლიერ გუნდთან, რომელიც კიდევ ერთხელ გამიმეორდები და აღნიშნავ, რომ ამ ეტაპისთვის 7 გოლით 3 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ლიდერობს ბელგიის ჩემპიონატს 2 მატჩი ბრიგე მოიგო, 1-1 თამაშა და 1 გოლით უსწრებს ბრუსელის ანდერლეხტს. ვადის ოჯიჯა ოფოე იმზადება კუთხურის მოსაწოდებლად, ხდება ეს ყველაფერი ბელგიელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე. ჩააწოდა ოჯიჯა ოფოემ, გამოვიდა კვასხოძე კარიდან, შეეჯახა მას იქ აკპალამ. დასაშვებზე მეტად აქტიურა და დაინიშნა ბუნებრივია ჯარიმა. ელიავა ბურთით. გრიგალაშვილი დაიძრა წინ. გელაშვილი ერთ-ერთზეა იგი მცველთან და სადოს მისი მოტყუება, სადა კიდეც, მაგრამ დონკმა ითამაშა ძალიან კარგად. ბრიუგე არის თავისი ქვეყნის 13 გზის ჩემპიონი, თუმცა ბოლო საჩემპიონო ტიტული გუნდმა მოიპოვა 2004-2005 წლების სეზონში. ამასთან ერთად არის 10 გზის გამარჯვებული ბელგიის თასის. ბოლოს ამის გაკეთება ჩვენმა დღევანდელ მასწავლებლებმა მოახერხეს 2006-2007 წლების სეზონში და აქვს რაღაც გარკვეული წარმატებები ევროტურნირებზეც. ახლა მიოდენო თვალყური ბელგიელთა აიამიერის, რომელიც თავდება იმით, რომ წინ იგერიებენ მასმეძლები ბურთს. წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ 70-იანი წლების შუაში ბრიუგე ორჯერ იყო სხვადასხვა ევროტურნირის ფინალში. პირველად ეს მოხდა მიოდენო თვალყური აი ამ შეტევას, გრიგალაშვილი ჩააწოდა საჯარიმო მოედანში და ვერ მიწვდა ბურთს თავით ნიკოლოზ გელაშვილი. პირველად ეს მოხდა 1975-76 წლების სეზონში, როდესაც ბრიუგე გავიდა UEFA-ს თასის ფინალში და მეორედ უკვე 77-78 წლების სეზონი, როდესაც ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა ბელგიურმა კლუბმა. საერთოდ ის ხანა იყო ძალიან კარგი ზოგადად ბელგიური ფეხბურთისთვის. აი იმ პერიოდში დაიწყო სწორედ ბელგიელების აღმასვლა, რომელმაც გასტანა სადღაც დაახლოებით 10 წელი. შემდეგ ისე დიდი მიღწევები არც ბელგიურ კლუბებს და არც ნაკრებს არ ქონიათ, თუმცა ამ ფორმაციის ბელგიის ნაკრები სპეციალისტთა მტკიცებით არის საკმაოდ სერიოზული გუნდი და ხელსამოსაგრაო ძალას ნამდვილად არ წარმოადგენს. გუნდი დაკომპლექტებული ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, თუმცა ისიც სათქმელია, რომ აი ამ ბრიგედან, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ ბორის ბაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ბელგიის ნაკრების რეგულარულ წევრად არც ერთი მოთამაშე არ მოიაზრება.
კი, ძალიან ბევრი ლეგიონერია ბრიუგეში. უმეტესობა მათგანისა ისეთი, რომელსაც აქვს სანაკრებო დონეზე გამოცდილება თავისი ქვეყნების ეროვნული ნაკრებები მხარს ხედველობაში, იგივე მაგალითად აკპალა, რომელსაც 5 თამაში აქვს ნიგერიის ნაკრებში გამართული და ამ 5 შეხვედრაში 1 გოლია გატანილი, სამაგეროდ ბრიუგეს შემადგენლობაში ჩაატარა მან 91 შეხვედრა და 26 გოლი გაიტანა. გითხარით იმაზე, რომ პრაქტიკულად ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს მოვლილი დანიელ ფეხბურთელს ზიმლინგს. ასევე რეფაელოს, რომელიც ისრაელის ნაკრების წევრია, მაროკოელი გახლავთ დირარი, 6 თამაში აქვს მას ეროვნულ გუნდში გამართული. კიდევ ერთი მივადევნე თვალყური, კიდევ ერთი შეტევა ზესტაპონისა, ელიავამ ჩააწოდა, მაგრამ კუთხურია. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ბრიუგესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ ეს არის პირველი ბელგიური კლუბი, რომელსაც გააჩნია საკუთარი სატელევიზიო არხი. დაფუძნდა იგი 2006 წელს. ბოლო შანსი ზესტაპონს ამ ტაიმში იმისთვის, რომ გაიტანოს ერთი საფასუხო გოლი, გრიგალაშვილი ჩააწოდა კუთხური, იქ თაური დარტყმა შედგა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ალბათ სასურველი იყო ამ ეპიზოდში. საბოლოოდ კოოსემანსი შეიყვანს ბურთს თამაშში. არიჩგარებს ახლა სტუმართა მეკარე. და სავარაუდოდ პირველი ტაიმი ამ ანგარიში დასრულდება, სავარაუდოდ კი არა დასრულდა. 2-0 ბრიუგე იგებს, მაგრამ იგებს დიდწილად აი ამ ადამიანის, რომელსაც ახლა ხედავთ ეკრანებზე, ჰარალდ ლეხნერის დახმარებით. ორბურთიანია ბელგიელების უპირატესობა. ნახოთ რა მოხდება მატჩის მეორე 45 წუთში, იქამდე კი თვალი მივადევნოთ გატანილ გოლებს.
კალინიძე, 20 ზაალელიაო, ეს არის დაცვა მარჯვნიდან მარცხნივ ჩამოღვებით. შემდეგ ნახევარმცველები 17 თორნიკე გოგრიაშვილი, 10 ირაკლი ზარია, 13 შოთა გრიგალაშვილი და 55 გუნდის კაპიტანი თორნიკე აფციაური, 2 ფორვარდი, 11 ნომერი ჯაბადვალი და 9 ნიკოლოზ გელაშვილი. ეს რაც შეეხებოდა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს, ახლა რაც შეეხება ბრიუგეს მასპინძლების შეტევაში ძლიერი დარტყმა კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტი. ცირეოდენ არაზუსტად დაარტყა თორნიკე გოგრიაშვილმა. ეპიზოდი კიდევ ერთხელ თქვენს ეკრანებზე. საკმაოდ ძლიერად გაისროლა ზესტაფონთან მოჩვენებულმა, მაგრამ დაარტყა არაზუსტად. ბრიუგე, მეკარე, კოლინ კოოსემანსი, შემდეგ მცველები მარცხენა ფლანგზე მეორე ნომერი ტომ ჰოგლი, შემდეგ ცენტრში თამაშობს ორი ფეხბურთელი დაცვისა, ესენი არიან მესამე ნომერი მიხაელ ალმებაკი, შვედი ფეხბურთელი, ჰოგლი ნორვეგიელია და მე-18 ნომერი რაიან დონკი, რომელიც გახლავთ ჰოლანდიელი. მარჯვენა მცველია გუნდის კაპიტანი კარლ ჰოეფკენსი. არის ორი ცენტრალური ნახევარმცველი, ესენი არიან ნიკი ზიმლინგი, რომელიც საყრდენის პოზიციაზე თამაშობს. ნომერი 6, ნომერი 13 გახლავთ ვიქტორ ვასკესი და ფეხბურთელთა ის ჯგუფი, რომელსაც ევალებოდა პირველ ტაიმში ზესტაფონელთა კარის დალაშქვრა და ზესტაფონელთა მცველებზე შეტევების მიტანა, ესენი იყვნენ. გარდა ჩემს მიერ ნახსენები ორი ფეხბურთელისა, კიდევ ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს 32 ნომერი ვადის ოჯიჯა ოფოე. მარჯვენა ფლანგზე ირჯებოდა გარემარბად ლიორ რეფაელოვი, ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც დებიუტანტია ბრიუგესი ჰაიფას მაკაბიდან არის ეს მოთამაშე გადმოსული. ცენტრ ფორვარდია მე-15 ნომრით ჟოზეფ აკპალა და მარცხნივ თამაშობდა მარცხენა ფლანგზე მაროკოელი ნაბილ დირარი. ზიმლინგი ზუსტად თამაშა დანიელმა, შემდეგ მარცხნივ გადაცემა, აქ თამაშგარია. თამაშგარი მდგომარეობა. ძალიან სწრაფად მასპინძლებმა კუთხე თამაში შეიყვანეს და თორნიკე აფციაური. ცოტა დააგვიანა აფციაურმა პასის გაკეთება. საბოლოოდ დაკარგავს კუთხე. დირარი სწრაფი კონტრიერში ბრიუგეს შესრულებით, მარჯვნივ რეფაელოვი, ბევრნი არიან ბელგიელები. რეფაელოვის დარტყმა კვასხვაძე თამაშობს კარგად, იგერიებს პირველ დარტყმულს, ხოლო შემდეგ კი უკვე გაუმართლა ზესტაფონს. ვადის ოჯიჯა ოფოე უკრავდა კარის მიმართულებით, დამატებაზე თამაშობდა ბელგიელთა 32 ნომერი და საბედნიეროდ დარტყმა ოჯიჯა ოფოეს სუსტი არ გამოუვიდა. კიდევ ერთი შეცდომა მასპინძელთა მხრიდან. აქ ყველაფერი სრულდება მშვიდობიანად და ზაალელიავა გადადის შეტევაში. გრიგალაშვილი გაიწია წინ, თუმცა არ იყო უკაცრავად გრიგალაშვილი, იყო გორგიაშვილი, თუმცა კარში დარტყმა ვერ მოახერხა. კვლავ მასპინძელთა იერიში კარგი გადაცემა. ორიგინალური ჩანაფიქრი ჰქონდა ნიკოლოზ გელაშვილს, ქუსლით უტოვებდა იგი ბურთს პარტნიორს, მაგრამ შესრულება ზუსტად ამ ჩანაფიქრისა გელაშვილმა ვერ მოახერხა. ოსემანსი ბელგიელთა მეკარე აბსოლუტურად არ ჩქარობს. 2-0 არის ის შედეგი, რომელიც ბრიუგეს აბსოლუტურად აწყობს და სრულიად აძლევს ხელს. აუტია. ელიავა განაახლებს თამაშს. ჰოეფკენსის ასის შემდეგ დატოვა ბურთმა მოედნის პარკლები, ზაალ ელიავა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს 22 საათსა და 45 წუთზე თბილისის დროით დაიწყება კიდევ ერთი პირდაპირ რეპორტაჟი, აქ თამაშგარი მდგომარეობა დაფიქსირდა ნიკოლოზ გელაშვილზე, კიდევ ერთი პირდაპირ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ამჯერად უკვე კიდევ ერთი ქართული კლუბი
დინამო თბილისი. საეჭვო ახლა ეს თამაშგარე ვინაიდან თუ დააკვირდებით მეორე ნომერი ჰოგლი იყო ჩარჩენილი და საეჭვო კი არა შეიძლება ითქვას რომ გელაშვილი იყო ერთ ხაზზე ნორვეგიელ მცველთან ხოლო ასეთ სიტუაციებში კი თამაშგარების მდგომარეობა არ ფიქსირდება. კიდევ ერთი შეცდომა რომელსაც უშვებს საშტა ავსტრიული ბრიგადა. მე გავაგზავნებ საუბარს 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება პირდაპირ რეპორტაჟი ათენიდან, სადაც ითამაშებს კიდევ ერთი ქართული კლუბი დინამო თბილისი აეკის წინააღმდეგ ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ჩაატარებენ დინამოელები. მარცხენა ფლანგიდან ჰოგლი შეტევაში. მარგოელი დირარი ბურთით კვლავ ჰოგლი. ძალიან დიდხანს ფლობენ ბურთს ბელგიელები. გადაცემა საჯარო მოედანში კვასხვაძეს დაასრო რეფაელოვმა, თუმცა საბოლოოდ ისე ვერ შეუცვალა ბელგიელთა მეორე ნომერმა ბურთის მმართველობა, რომ იგი კარისკენ წასულიყო. უნებრივია არც ერთ გოლში როინ კვასხვაძის დადანაშაულება არ შეიძლება. ორივე ბურთი გავიდა ახლო მანძილიდან შესრულებული დარტყმების შემდეგ. გამოჩნდა კადრში ადრიე კოსტერი, ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ პირველ ეპიზოდში, როდესაც ბელგიელებმა გახსნეს ანგარიში, აკპალაც და მისი პარტნიორიც ვადის ოჯიჯა ოფოე, რომელმაც გააკეთა გადაცემა ნიგერიის მმართველობით იმყოფებოდნენ თამაშგარების მდგომარეობაში. ასეთი თამაშგარე გაეტარებინოს გვერდით არბიტრს ამ დონის მატჩი. მე ძნელად მახსენდება ბოლო-ბოლო საქმე გვაქვს ევროპის ლიგის პლეი-ოფთან და საჭთა ბრიგადის მოქმედება აშკარად უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო. დაუმატოთ ამ ყველაფერს ეპიზოდი, რომელიც შეიქმნა ბელგიელთა საჯარო მოედანში, როდესაც ჯაბადვალი იქნა წაქცეული კოსემანსის მიერ. მაშინ ჯერ კიდევ ანგარიში იყო 0-0 და არავინ იცის იქ პენალტი რომ დანიშნულიყო, როგორ განვითარდებოდა შემდეგ მოვლენები მთლიანად პირველ ნახევარში და ძალიან საეჭვოა რომ ახლა ბელგიური კლუბის უპირატესობა ყოფილიყო ასახული ტაბლოზე. ფაქტია, რომ ზესტაფონს ლეხნერმა და მისმა თანაშემწეებმა არ დაარტყმევინეს 11 მეტრიანი და მასპინძელთა კარში გატანილი ისეთი გოლი ჩათვალეს, რომელიც არც ერთ საფეხბურთო კანონს არ ექვემდებარება. როინ კვასხვაძე კიდევ ერთხელ ეპიზოდი თქვენს ეკრანებზე. აი ეს დარტყმა, რომელიც შეასრულა გელაშვილმა და აი ეს კონტაქტი ცალსახად არ არის. საუბარი აუცილებლად პენალტი უნდა დანიშნულიყო. ეხლა კი შეტევაში არიან მასპინძლები, თუმცა ვერ მოახერხა მომხალწემ კარში დარტყმის განხორციელება. უნებრივია ახლა, როდესაც ასეთი რამ ხდება და პლუს ამას ზემოდან ერთვის ძალიან მალე თამაშგარების მდგომარეობიდან გატანილი გოლი, ეს ყველაფერი გუნდზე მოქმედებს ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველად, მით უმეტეს რომ პირველ ტაიმში არაფერი ისეთი არ ხდებოდა, რაც განაპირობებდა იმას, რომ ბრუგე იყოს ახლა ასეთი უპირატესობით წინ. ბელგიელები შეტევაში და თუ ზესტაფონმა შეძლო და შემოატრიალა ამ თამაშის ბედი, ეს იქნება ნამდვილი გმირობა ქართული კლუბის მხრიდან. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ოდნავ მაინც დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის შედეგი, რის მიღწევაც უკვე ძალიან ძნელი იქნება. ამისთვის საჭიროა ჯერ ერთი ბურთის გატანა და მე გამმეორდები ვიტყვი კიდევ ერთხელ ახლა კიდევ ერთი დარტყმა კარის მმართველობით კოსემანსი იგერიებს ბურთს საკმაოდ ესეთი ეშმაკურად იქნა შესრულებული ეს დარტყმული, არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ ბურთი დაეცა კოსემანსის წინ, გრიგალაშვილი ურტყავდა კარში.
და გაართულა ამ ყველაფერმა გოლკიპერის მოქმედებები, თუმცა გაუმკლავდა ამ ეპიზოდს გოლსემანსი. განმეორდები და ვიტყვი, ზესტაფონმა ერთი გოლი რომ შეაგდოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიცემს ქართულ ფეხბურთელებს აუცილებელ ენერგიას და აუცილებელ ფსიქოლოგიურ მუხტს, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს გადამწყვეტ უპირატესობაში და რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში უიღონოს ჩვენ დადებით შედეგად. ალექსი ბენაშვილი ემზადება მინდორზე გამოსასვლელად. მასმენძელთა რიგებში გიორგი ჭიაბრიშვილი ამზადებს პირველ ცვლილებას, თუმცა ეხლა ჯერ შეტევაში არიან ბელგიელები და აქ არის საჭირო ყურადღებით თამაში. აუტია. ზალ ელიავა მოსწრის აუტიდან გურს. საკუთარ ნახევარზე მასმენძელთა მცველები ედიქ საჯაია, შემდეგ ამუკა ყობახიძე და თეიმურაზ ღონღაძე. ბენაშვილი გამოკვეთილი ფლანგური მოთამაშე გახლავთ, აქვს საკმაოდ ძლიერი დარტყმა, შეუძლია თამაში როგორც მარჯვენა ნახევარმცველად, ასევე დაუშვათ შეუძლია მთლიანად ფლანგის კონტროლიც. ვნახოთ რა შეიცვლება ზესტაფონთან თამაში ბენაშვილის მინდორზე გამოსვლის შემდეგ. აქ ჩაწოდება იყო და ჯაბადვალი ცდილობდა თავით კარში დარტყმას, თუმცა საბოლოოდ ხელით ითამაშა ზესტაფონთან მე-11 ნომერმა. ხელი იყო აშკარად. მე შეგახსენებთ, რომ ჭეთილი ბარათი აქვს თვალს და ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. აშასე მოხდა ცვლილება, გამოვიდა მინდორზე ალექსი ბენაშვილი. შეცვალა მან მარჯვენა მცველი თეიმურაზ ღონღაძე. დადგა ბენაშვილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ალბათ ჭიაბრიშვილს ამ ცვლილებით უნდა რომ მაქსიმალურად გაააქტიუროს შეტევის მარჯვენა ფრთა. მე პირველ ტაიმშიც ვთქვი, რომ მაინც და მაინც დიდი სიმტკიცით არ გამოირჩევა ტომ ფოგლი, მარცხენა მცველი ბრიუგესი და თუ იმ პოზიციაზე იქნება ზეწოლა მაქსიმალური ზესტაფონთან მხრიდან, ამან არ არის გამორიცხული რაღაც თავისი გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანოს. ბენაშვილი ბურთით. კარგად ჩაერთო ალექსი თამაშში, შემდეგ ელიავა. გრიგალაშვილი, ზიმლინგი ეთამაშება. გრიგალაშვილი შეუძლია გრიგალაშვილს ზიმლინგისთვის გვერდის ავლა, რასაც აკეთებდა კიდეც შოთა გრიგალაშვილი, მაგრამ დანიელმა იგი ხელით დაიჭირა. სტანდარტი, რომელიც უნდა შეასრულონ მასმენძლებმა ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა. შოთა გრიგალაშვილი ბურთთან. რაზე ეკამათება ახლა რეფაელოვი ჰერალდ ლეხნერს, მადლობის მეტი არაფერი ეთქმის ბრიუგეს თითოეულ ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს ავსტრიელი რეფერისადმი. შოთა გრიგალაშვილი კი ჩამოაზრდის ჯარიმას. ჩააწოდა გრიგალაშვილმა, ახლო ძელთან გამოიტანეს ბურთი თავით კარის სიახლოვედან ბელგიელებმა, თუმცა გაგრძელდა ზესტაფონელთა იერიში. კიდევ ერთი გადაცემა, დარტყმა 2-1. გაიტანა ზესტაფონმა გოლი, ნიკოლოზ გელაშვილი გატანილი გოლის ავტორი და არაფერი არ არის ჯერ დამთავრებული 59 წუთი მატჩისა. ანგარიში გახდა 2-1 ბელგიელთა სასარგებლო, თუმცა არის კიდევ ნახევარი საათი იმისთვის, რომ ზესტაფონმა შეძლოს თამაშის შემოტრიალება. ძალიან კარგი პასი გაკეთდა გელაშვილის მიმართულებით. საკოლე გადაცემის ავტორია თორნიკე გორგიაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი გატანილი გოლის ავტორი 2-1. ნახევარი საათია ზესტაფონის განკარგულებაში იმისთვის, რომ გუნდმა შეძლოს და გააკეთოს ის, რასაც ელის ქართველი გულშემატკივარი უპირველეს ყოვლისა აღადგინოს სამართლიანობა ამ შეხვედრაში და მერე უკვე აღადგინოს წონასწორობა ანგარიში. ცვლილებას ამზადებენ სტუმრები. ტიბაუდ ვან აკერი გამოვა მინდორზე და ცვლის იგი ვადის ოჯიჯა ოფოეს.
ცენტრალური ნახევარმცველი 32 ნომერი ვადის ოჯიჯა ოხოე ტოვებს მინდორს აკეთებს ამას ძალიან ნელა გაციწევს განხიზიანებას ბუნებრივია ეს ყველაფერი შემოქმნივართან და გამოვიდა მოედანზე ტიბაუტ ვან აკერი ფოგლი ბურთით ვასკესი ოევკენსი მარჯვნივ გადაიტანა თამაში ზიმლინგი მოედნის ცენტრში და მეტი აქტიურობაა ახლა საჭირო თუმცა ამავე დროს ყურადღებით თამაშიც აუცილებელია მარცხენა ფლანგიდან დირარი კარში დაარტყა ახლა ახლო კუთხეში უთხოვდა მაროკოელი თუმცა კვასხვაძე ძალიან კარგად იდგა ფარავდა იგი იმ სავარაუდო ტრაექტორიას ბურთისა რომელთაც უნდა წასულიყო იგი კარის მართულებით და არანაირი შანსი დირარს არ ჰქონდა აქ წარმატების მიღწევისა დვალმა დააგვიანა ოდნავ პასის გაკეთება ეს გახდა საკმარისი იმისთვის რომ გადაცემა ჩაჭრილიყო კოსემანსი დონგი გრძელი პასი ჰოლანდიელისა აკპავა აკურადღებით არის თამაში საჭირო ნიგერიელმა ბურთი გააჩერა მართალია არა ისე როგორც საჭირო იყო თუმცა მაინც ბელგიელები ფლობენ მარს დირარი ალექსი ბენაშვილმა ითამაშა ძალიან კარგად არ გაატარა იქ მაროკოელი გაერკვნენ საბოლოოდ ზესტაფონელი მცველების სიტუაციაში და იწყება მასპინძელთა იერიში იწყება მარცხენა ფლანგიდან ზაალ ელიავა ედიქ საჯაია გრძელი პასი წინ უნდა იბრძოლოს ამ ბურთისთვის გელაშვილმა იბრძოლა კიდეც დვალი რამდენიმე მეტოქის გარემოცვაშია შევიდა საჯარიმო მოედანში კარში დაარტყა გადაეღობა მის დარტყმულს ოევკენსი აუტია რომელიც უნდა მოაწოდონ ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა ჯაბადვალი სწრაფად გაეშულა ბურთისკენ მანვე მოაწოდა აუტი დაუგდო იქ ბურთი შემდეგ გორგიაშვილს და კიდევ ერთი აუტი მარცხენა ფლანგიდან გორგიაშვილი ბოლომდე იბრძოლა გრიგალაშვილი კარში დარტყმა შეიძლებოდა ბრწყინვალით ითამაშა გრიგალაშვილმა ჩააწოდა უთხურია რომელიც უნდა მოაწოდო მასპინძლებმა ხდება ეს ყველაფერი მათი შეტევის მარცხენა ფლანგიდან კარგად იმოქმედა აქ გრიგალაშვილმა ერთი მოძრაობით სამი მცველი ჩამოიშორა შემდეგ აწვდიდა საჯარიმო მოედანში და დონკი იდგა იქ ახლო-ძელთან დაიძაბა სიტუაცია ბელგიელთა კარის სიახლოვეს თუმცა გამოიტანეს საბოლოო ჯამში ბურთი სტუმრებმა საჯარო მოედნის ფარგლებს გარეთ და აუტია რომელიც უნდა მოაწოდონ ბრიუგეს ფეხბურთელებმა ზესტაფონმა და ასე გაგრძელების შემთხვევაში არის შანსი იმისი რომ გათანაბრდეს და აღდგეს სონასორობა ბენაშვილი უკან დაიწია ალექსი ბენაშვილმა შემდეგ აფციაური წინ გაგზავნა ბურთი ზიმლინგმა ითამაშა თავით კიდევ ერთი პასი გელაშვილი იბრძოდა ბურთისთვის დვალი დაარტყა 2-2 ჯაბადვალი ათანაბრებს ანგარიშს შესანიშნავი გოლი ზესტაფონელთა მე-11 ნომრის და ანგარიში ხდება 2-2 5 წუთში ზესტაფონმა შეძლო 2 გოლის გატანა ბრიუგეს კარში და ახლა ანგარიში უკვე 2-2-ია. არ არის საჭირო მოდუნება შეიძლება ამ თამაშის მოგება პირველი ტაიმის შემდეგ. ურთულეს მდგომარეობაში იყო მასპინძელთა გუნდი, მაგრამ საბოლოოდ ორი ზუსტი დარტყმა ჯერ გელაშვილისა და შემდეგ ჯაბადვალის აბსოლუტურად დამსახურებული 2 გოლი შეაგდო ზესტაფონმა და მატჩის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე ანგარიში თანაბარია 2-2. ბენაშვილი ყურადღებით არის თამაში საჭირო. ელიავა ძლიერი დარტყმა. დაიკარგა ბურთი. გაერკვნა სიტუაციაში მასპინძლები და იწყება მათი მორიგიერის თორნიკი აფციაური ცოტა ძლიერი იყო ეს პასი და ვერ მიუსწრებდა ბურთს აფციაური თუმცა ბოლომდე იბრძოლა და
აიძულა ნორვეგიელი ჰოგლი გადაეგდო ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ. აფციაური გადაიტანა თამაში მარცხნივ. ცოტა არაზუსტად მოუვიდა ამის გაკეთება ზესტაფონელთა კაპიტანს, მოუწია ელიავას უკან დაბრუნება. ედიქ საჯაია. ბენაშვილი ითხოვს პასს, მიიღო გადაცემა. 1-1-ია იგი მცველთან ჩააწოდა საჯარიმო მოედანში, გამოეხმაურა გელაშვილი ამ პასს, მაგრამ გამოვიდა კარიდან. კოსემანსი და აჯობა ამ შემთხვევაში ზესტაფონელთა ფორვარდს. ჰოევკენსი. მარცხენა ფლანგზე ელიავა. ჯარიმა უხეშობენ ბელგიელები. საჯაია და შემდეგ მამუკა კობახიძე ბურთით. ბენაშვილი. ძალიან კარგად შემოვიდა ალექსი ბენაშვილი თამაში, კარგად ჩაერთო. ანუ ის დავალება, რომელიც მას აქვს, მაქსიმალურად გაამწვავოს შეტევები თავის ფლანგზე. ამ დავალებას ზესტაფონელთა მე-7 ნომერი ასრულებს. ბრიუგე ბურთით, ჰოგლი, ზიმლინგი, ჯარიმა, ცოტა ფრთხილად. გრიგალაშვილი ჯარიმდება. ფეხი დაუდო მან ზიმლინგს. კეთილგანწყობილი ლეხნერი ნამდვილად არ არის ქართული კლუბისადმი და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ ზესტაფონელი ფეხბურთელები, რათა არ მიეცეს ლეხნერს თუნდაც მინიმალური საბაბი იმისი, რომ დასაჯოს ზესტაფონი. ეს კი ჯაბადვალის ბრწყინვალე დარტყმა, რომლის შემდეგაც ანგარიში გახდა 2-2. მაქსიმალურად აჭიანურებენ ახლა ამ ჯარიმის დარტყმას ბელგიელები, ცდილობენ ისინი თამაშის ტემპის დაგდებას. არაფერ შეაწყობს ბრუგეს, რა თქმა უნდა, ასეთი გააქტიურებული ზესტაფონი, რომელიც ახერხებს იმას, რომ 5 წუთში შეუგდოს 2 გოლი ბელგიის ჩემპიონატის ლიდერს ვასკესი. არაზუსტი გადაცემა უხშირეს და უმატეს სტუმრებმა ელემენტარულ სიტუაციებში შეცდომებს. აბსოლუტურად დაიკარგა აი ეს მწყობრი თამაში, რომლითაც გამოირჩეოდნენ ბელგიელები პირველი ტაიმის მიწურულს. თუმცა რამ განაპირობა ეს ყველაფერი, ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრე. ჯარიმა და ყვითელი ბარათი უნდა იყოს აუცილებლად. ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. ვასკესი იქნა გაფრთხილებული ავსტრიელი ჰარალდ ლეხნერის მიერ. სტანდარტი, რომელსაც შეასრულებენ მასპინძლები მოედნის ცენტრიდან. ირაკლი ზარია იქნა წაქცეული და სრულიად სამართლიანად ვასკესი იღებს ყვითელ ბარათს. აქ კიდევ ერთ ცვლილებას ამზადებს ბრიუგე. მაქსიმ ლესტიენი გამოვა მოედანზე და ცვლის იგი მეორე ტაიმში დაკარგულ რეფაელოვს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა, ქება ზესტაფონლებს. საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მათ მოახერხეს ის, რომ 0-2-ის შემდეგ შემოატრიალეს მატჩი და ის, რომ ახლა ბრიუგე პრაქტიკულად მოედანზე აღარ არის და ბელგიელები მხოლოდ იმითი არიან დაკავებულნი, რომ როგორმე ბურთი მოიგერიონ შორს საკუთარი კარიდან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ფეხბურთელების აქტიური თამაშის დამსახურება. ხას უსვა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ფეხბურთელების თამაშის. გელაშვილი დარტყმა! საოცარი ეპიზოდია.
არ იყო აქ თამაშგარე მდგომარეობა. ნიკოლოზ გელაშვილმა დაარტყა და სანტიმეტრები დააკლდა ზესტაფონის მე-9 ნომერს იმისთვის რომ ანგარიში გაეხადა 3-2 და შეასრულებინა დუბლი ამ შეხვედრაში. კოსემანსი ძლიერი დარტყმით გზავნის ბურთს მეტოქის ნახევარზე, იქ ორთაბრძოლას იგებენ სტუმრები. წყნარად თამაშობს ბენაშვილი, რომელიც იგერიებს ბურთს და ორხრივ შეცდომათა სერია მოედნის ცენტრში. თავდება ყველაფერი იმით, რომ თორნიკე აფციაურს გადააქვს თამაში მარცხნივ და იქიდან იწყება უკვე ზესტაფონის მორიგი შეტევა. ზალ ელიავა. ოდნავ უკან გადაცემა გრიგალაშვილი. გაიხსნა დვალი მიიღო გრიგალაშვილის გადაცემა. გაატანა ბურთი გრიგალაშვილს დაარტყა უკანასკნელმა გადაეღობა გრიგალაშვილის დარტყმის დომკი. ბენაშვილი ჩააწოდა საჯარიმო მოედანში, გამოიტანეს ბურთი იქიდან ბელგიელებმა, თუმცა გაგრძელდა მასპინძელთა იერში გაგრძელდებოდა. ბურთის გაჩერება რომ მოხერხებულიყო ამ ეპიზოდში და კონტრშეტევაა. ახლა ბელგიური კლუბის აყურადღებით უნდა იყვნენ მასპინძლები დაცვაში. საკმაოდ საფრთხო იერში შეიძლება ბრიუგეს გამოუვიდეს. არა, აღარ გამოუვა, ვინაიდან იქ დაკარგა ბურთი მაქსიმ ლესტიენმა და განიმუხტა ეს ეპიზოდი. დვალის ძალიან კარგი გადაცემა, გრიგალაშვილის თავის მხრივ ძალიან კარგი მანევრი და დონკმა ითამაშა ძალიან ზუსტად დაზღვევაზე. ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტი, რომელსაც შეასრულებენ სტუმრები. 18 წუთი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2-2-ია ანგარიში. ვიქტორ ვასკესი ემზადება ამ სტანდარტის შეასრულებლად, ხოლო ზესტაფონთა რიგებში კი მზადდება ცვლილება. კიდევ ერთი. ვასკესი ჩააწოდა საჯარიმო მოედანში, კვასხვაძე არ უნდა დაიბნეს. სახიფათო მომენტი გადავრჩით. პირველ მომენტში გადავრჩით მხოლოდ და მხოლოდ. შემდეგ კი ბურთმა მაინც გადაკვეთა კარის ხაზი. 3-2 ბრიუგე გადის წინ. ულოცავენ ცენტრალურ მცველ დომკს. ნახოთ რა მოხდა. მოხდა ის რომ დონკმა დაარტყა, ბურთი მოხდა ძელს, შემდეგ ისევ დონკი იყო ბურთით. არა დონკმა, არამედ შემდეგ ხოევკენსმა შეაგდო ეს გოლი. მოიგო ტანმაღალმა ჰოლანდიელმა ცენტრალურმა მცველმა მეორე სართულზე ორთაბრძოლა და შემდეგ ისიც მოახერხა რომ გააკეთა პასი და სამწუხაროდ ეს ყველაფერი ხდებოდა მეკარის ბაქანზე. ხელი ჰოევკენს ვერ შეუშალა ვერავინ აბსოლუტურად ზესტაფონელთაგან. ბრიუგე გადის წინ. 3-2. ჰოევკენსი 78 წუთზე გატანილი გოლის ავტორი. ზესტაფონელების შეტევაში გრიგალაშვილი მიიწევდა წინ. ბურთი საბოლოო ჯამში დაკარგა და ცვლილება მზადდება გითხარით ზესტაფონელთა რიგებში. რატი წინამძღვრიშვილი გამოვა მინდორზე. ეს ყველაფერი მოყვა ჯარიმას, რომელიც დაინიშნა ბელგიელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე. ეს სტანდარტი იქნა გამოყენებული ბრიუგეს მიერ. ჯაბა დვალი გადის მინდვრიდან. ბრიუგეს კარში მეორე გატანილი გოლის ავტორი და მის ნაცვლად მოედანზე გამოდის რატი წინამძღვრიშვილი. არის ჯერ კიდევ დრო იმისთვის რომ ზესტაფონმა შეუტიოს. საჯმა ალამი აღმართა. თავისუფალი რომელიც უნდა დაარტყან. ბრიუგეს ფეხბურთელებმა კონკრეტულად კი კოსემანსი გააკეთებს ამას. ბელგიელთა გოლკიპერი. თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა ლაინსმენმა. და კიდევ ერთხელ შეიძლება თქმა იმისი რომ შორს იყო მისი გადაწყვეტილება იდეალურისგან. გულისხმობ იმ გადაწყვეტილებას რომელიც უნდა მიღებულიყო, ვინაიდან წინამძღვრიშვილის გადაცემის დროს, როდესაც რატი თავით ბურთს შეეხო, გელაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. კიდევ ერთხელ ააფრიალა ალამი. გვერდითმა არბიტრმა ისევ ჩაშალა მან მასპინძელთა შეტევა.
აუტია ეხლა. კიდევ ერთხელ აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიელმა გვერდითმა არბიტრმა. ელიავა. გრიგალაშვილი. გელაშვილი. დაეწევა ბურგელაშვილი აუცილებლად, თუმცა შემდეგ მეტოქის მოტყუება ვეღარ მოახერხა მასპინძელთა მე-9 ნომერმა. აკპალა. ორ მეტოქეს შორის მოექცა, მაგრამ გაუმართლა ნიგერიელს და ბურთი მას დარჩა. ზიმლინგი და მარჯვნივ გადაიტანა თამაში ჰოეფკენსისკენ. აკპალა საჯარო მოდის წინახასთან დაარტყა. კარის მართულები დაარტყა არა ზუსტად. ყვასხვაძე. აკპალა აღარ ადგება ეხლა. ძალიან დიდი ხანი. პუნქტი გაეჭიმა. ნიგერიელს. შეიძლება მართლა გაეჭიმა, თუმცა ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბრიუგეს თამაშის ტემპის დაგდებაში. შოთა ბაბუნაშვილი ემზადება მინდორზე გამოსასვლელად ზესტაფონთა რიგებში. აკპალა გახავთ ბელგიური კლუბის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებს. ითხოვს მინდორზე დაბრუნებას აფრიკელი დააბრუნეს იგი. ბენაშვილი. გრიგალაშვილმა ბურთი კი მიიღო, მაგრამ შემოტრიალება ვერ მოახერხა. პრესინგი ახლა შოთა გრიგალაშვილის შესრულებით და სხვა ფეხბურთელებმაც აუბეს მას მხარი. მოახერხეს ბელგიელებმა ამ პრესინგის დარღვევა. ვასკესი იყო ბურთით მოედნის ცენტრში და ახლა ვანაკერი მარჯვნივ გადაიტანა თამაში კარლ ჰოეფკენსია, კლუბის კაპიტანი, მესამე გოლის ავტორი ზესტაფონთა კარში. აუტია. არ დატოვა ეთქობა ბურთმოედის პარკლები. ლესტიანი ცდილობდა მარცხენა ფლანგიდან შეტევის გაგრძელებას. ჰოგლი. წავიდა წინ მე-20 ნომერი ვანაკერი, თუმცა ბურთი საბოლოო ჯამში ბელგიელებმა დაკარგეს და კონტრიერში შანსი აქვს ზესტაფონს. აფციაური, გუნდის კაპიტანი გადაიტანა თამაში მარჯვნივ. იქ ბენაშვილია, მიიღო ბურთი, ჰოგლი ეთამაშება. გრიგალაშვილი დაეხმარა ბენაშვილს. ისევ ალექსი ბენაშვილი ბურთით. მარჯვენა ფლანგზე ბენაშვილი ჩააწოდა საჯარო მოედანში, ითხოვს ხელი თამაშის დაფიქსირებას, თუმცა მხოლოდ კუთხურით იფარგლება ავსტრიელი რეფერი. ნახოთ განმეორებით მომენტი, რამდენად სამართლიანი იყო ბენაშვილის მოთხოვნა. სამართლიანი იყო აბსოლუტურად, ბურთი ხელში მოხვდა ჰოგლის. აქ არ არის პენალტზე ლაპარაკი, ჯარიმა მაინც უნდა დანიშნულიყო თუ სხვა არაფერი. არ იყო ჰოგლი საჯარო მოედნის პარკლებში, მის პარკლებს გარეთ მოხვდა ბურთი ხელში ნორვეგიელს. ასეთ სიტუაციებში ინიშნება ხოლმე ჯარიმა, საერთოდ ფეხბურთში ხელით თამაში არის წესების დარღვევა. ბაბუნაშვილი ემზადება კუთხურის ჩამოსაწოდებლად, ამასობაში ბელგიელები აკეთებენ კიდევ ერთ ცვლილებას. ტომას მეუნიერი გამოდის მინდორზე. მოცულის იგი აკპალას. ტრავმირებულს, რომელიც მაქსიმალურად ნელა გადის მინდვრიდან. ტომას მეუნიერი, მე-19 ნომერი, მომენტალურად წავიდა საკუთარი საჯარო მოედნისკენ.
არ ნიშნავს ეს ყველაფერი რომ მეუნიერი მცველია, უბრალოდ სტანდარტია რომ დასასრულებენ ზესტაფონლები. ბაბუნაშვილი ჩააწოდა საჯარიმო მოედანში კუთხურიდან, გამოიტანეს ბურთი სტუმრებმა. დააბრუნეს შემდეგ ზესტაფონლებმა იგი საჯარო მოედნის წინა ხაზის სიახლოვეს, იქ იბრძოდა გორგიაშვილი, რომლის წინააღმდეგაც დაირღვა თამაშის წესი. ახლა ყვითელი ბარათის ღირსია აშკარად ვანაკერი, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ლეხნერმა მისთვის გაფრთხილების ჩვენება. თამაშის წესების დარღვევაზე არ არის საქმე, ვანაკერი ბურთს აღარ აძლევდა მე უკვე ზესტაფონლებს, თორემ ისე გორგიაშვილის წაქცევის დროს ეს ხო სათამაშო ეპიზოდი. ბენაშვილს ვახსენე მე რომ საკმაოდ კარგი აქცენტირებული და დაყენებული ძლიერი დარტყმა აქვს. ეს არის შანსი ალექსი ბენაშვილისთვის დაემუქროს მეტოქის გარს. აფციაურმა ბურთს ჩაურბინა, ბენაშვილმა დაარტყა ძალიან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. არ რჩება ბევრი დრო მატჩის დამთავრებამდე. თუმცა აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის რომ ერთი ზუსტი დარტყმა განხორციელდეს. ისეთი თანაც რომელსაც კოლოსემანსი ვერ გაუმკლავდება. ჯარიმა მასპინძლები განაახლებენ თამაშს. პასი ბენაშვილისკენ ზუსტი არ არის, ჰოგლი. Efkensi. შეცდა ბრუგეს კაპიტანი. ისევ ბენაშვილის მიმართულებით გაკეთებული გადაცემა შევიდა ბენაშვილი საჯარიმოში. აი აქ კარგად თამაშა უკვე ნორვეგიელმა მომცველმა, თუმცა დარტყმა. რატი წინამძღვრიშვილი ურტყავდა თავით კარის მიმართულებით. მოულოდნელად მიუვიდა მას ბურთი, მაგრამ კოლოსემანსი ამ დარტყმას გაუმკლავდა. საერთოდ აღარ გადადის ბრუგე მეტოქის ნახევარზე, იმდენად კარგად თამაშობენ მოედნის ცენტრში მასპინძლები, თორნიკე აფციაური ბურთთან. აუარა გვერდი მოწინააღმდეგეს, ჩააწოდა საჯარიმო მოედანში. შეიძლება დარტყმა 3-3 ისევ გადაამდა ანგარიში. გელაშვილი თუ არ ვწდები გატანილი გოლის ავტორი 3-3 დუბლი. ნიკოლოზ გელაშვილისა და 3-3 გახდა ანგარიში. ისევ შეაგდო ზესტაფონმა. აფციაურმა ითამაშა ბრწყინვალედ. ჩააწოდა საჯარიმოში, შემდეგ მიიღო ბურთი გელაშვილმა, რომელიც უკრიდან წამოებარა ჰოევკენს იქამდე. ბელგიელი მცველები დაკავებულნი იყვნენ იმითი, რომ რატი წინამძღვრიშვილი შეეჩერებინა და კი აფციაურმა თავგზა აუბნია. ვიქტორ ვასკეს პატარა ბავშვით გააფითურა. ბელგიელთა მე-13 ნომერი და ნიკოლოზ გელაშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიში გახდა 3-3. ამოიწურა 84 წუთი მატჩისა. ნამდვილი საფეხბურთო ტრილერი ბორის პაიჭაძეს სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეტევაში ბელგიელები დარტყმა. გადავრჩით ეხლა გაშვებულ გოლს. მეუნიერი ურტყავდა კარის მიმართულებით, ურტყავდა შორეული კუთხისკენ, თუმცა საბედნიეროდ არაზუსტად. შეიძლება ამ ბრუგესთან თამაში, რაც დაადასტურა ამ შეხვედრის მეორე 45 წუთმა და თუ ზესტაფონი არ აგებს შეხვედრას იმ ბრუგესთან, რომელსაც უდიდეს დახმარებას უწევს არბიტრთა ბრიგადა, ნორმალური მსაჯობის პირობებში ადვილი წარმოსადგენია თუ რა მოხდებოდა. აფციაური ბურთით ბენაშვილი ვეღარ გაატანა ბურთი თავის კაპიტანს. ოდნავ არაზუსტი გადაწყვეტილება მიიღო ბენაშვილმა. აფციაური არ იყო ჯერ ბოლომდე გახსნილი და ცოტა რომ მოეცადა ზესტაფონის მე-7 ნომერს. დაეხანებია შეძლებდა თორნიკე აფციაური ნორმალურ სიტუაციაში თავისუფალ მდგომარეობაში ბურთის მიღებას. აკი აუტია ჰოგლი
ჩააწვის აუტს, რაც გააკეთა ნორვეგიელმა. ძალიან ცუდად ითამაშა გელაშვილი. წინამძღვრიშვილი ბურთით, ბენაშვილი საჯარო მოედანში. არც ერთი ფორვარდი არ იყო და ამიტომ ბენაშვილმა არ ჩააწოდა, იქ გადაწყვეტეს გათამაშება კომბინაციისა ზესტაფონელებმა. აგრძელებენ ისინი შეტევას გორგიაშვილი, მარცხნივ გადაცემა ელიავა, არ გავიდა სამწუხაროდ ეს პასი ჰოევკენსი ჩაუვარდა ფეხებში ელიავას. აუტია, რომელიც მოაწოდეს სწრაფად ქართველმა ფეხბურთელებმა. გორგიაშვილი უკან პასი. ბენაშვილი ითხოვს პასს. მიუსტრო ჩააწოდა, წინამძღვრიშვილი წავიდა ამბურზე და ასტრეს რატის და აუტია. გრიგალაშვილი სწრაფად მოაწოდა ბურთი აფციაური. ბენაშვილი. ისევ ალექსი ბენაშვილი ბურთით. შემდეგ ყობახიძე, გორგიაშვილი, საჯაია. ისევ გორგიაშვილი. გაიწია წინ ზესტაფონზე მე-17 ნომერმა. მარჯვენა უნდა ჩაერთოს ვინმე, ჩაერთო კიდეც. აფციაურია შეტევაში. ერთხელ მოატყუა აფციაურმა ბრწყინვალე თავისი მოწინააღმდეგე, ეხლა აკეთებდა გადაცემას. ოდნავ არ გაუმართლა ზესტაფონელთა კაპიტანს აუტი. მოაწოდა კორნიკი აფციაურმა აუტიდან ბურთი და გვერდით არბიტრმა დააფიქსირა ის, რომ აფციაურმა აუტის მოწოდებისას არ გააკეთა სწორად ის მოძრაობა, რომელიც უნდა გაეკეთებინა. პოგლი 88 წუთი მიმდინარეობს. ამ ძალიან საინტერესო, ძალიან დაძაბული მატჩის 3-3-ია ანგარიში. სრულ უპირატესობას ფლობენ მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელები. როინ კვასხვაძე ძლიერი დარტყმით გზავნის ბურთსინ ზიმლინგი. კვლავ კვასხვაძე ბურთთან. ჰოევკენსმა ითამაშა თავით, შემდეგ აფციაური ვერ მოახერხა ბურთის კარგად დამუშავება და ეხლა ყურადღებით უნდა იყვნენ იქ ცენტრალური მცველები. არ შეიძლება ასეთ შესაბამის დაშვება. დარტყმა კვასხვაძემ გადაგვარჩინა. ორ მცველს გაექცა მეუნიერი. თუმცა ბრავო როინ კვასხვაძე ამ ეპიზოდში. ბრუგენ ვერ გამოიყენა ძალიან კარგი შანსი. ვნახოთ შეძლებს თუ არა ზესტაფონი დასჯას ამისთვის ბელგიელი ფეხბურთელებისა, თუმცა ის შეტევა ჩაიშალა. აქ ჯარიმა. ბენაშვილი არ მოს თამაშის წესებს. ჰოგლი. მარცხნივ გადაცემა. არ შედგა ეს კომბინაცია. ბრუგესი შეტევის მარცხენა ფლანგზე, თუმცა ბელგიელები აგრძელებდნენ ბურთის ფლობას. დაშავდა ერთ-ერთი მასპინძელი. თორნიკი აფციაურია, თუ არ ვცდები, გუნდის კაპიტანი. ჯარიმა უნდა დაარტყან ზესტაფონელებმა. ბოლო წუთია შეხვედრის. ჯარიმან სადაოგდებით უნდა განახლდეს. მატჩი ახლა ნახავთ რამდენი დაამატა. რეფერი სადაოგდებით განახლდა თამაში. იქ აფციაურზე კი იყო ჯარიმა. ფეხებში ჩაარტყეს. წინა ეპიზოდში ზესტაფონელთა 55 ნომერს და გუნდის კაპიტანს, თუმცა ამას არბიტრმა ყურადღება არ მიაქცია. 3 წუთი იქნა დამატებული შეხვედრის მსვლელობაზე. აუტია, რომელიც უნდა მოაწოდონ ბელგიელმა ფეხბურთელებმა. ჰოგლი ჩამოასწრის აუტს.
არაზუსტი გადაცემა. არის კიდევ დრო ბოლო შეტევის განხორციელებისთვის. წინამძღვრიშვილი ხელი თამაში დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს მატჩი, მხოლოდ და მხოლოდ საკებარი სიტყვების ღირსნი არიან მასპინძლები. მათ ისეთი შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს და იმდენ უსამართლობას გაუძლეს აი ამ 90 წუთის მანძილზე. საკმაოდ უცნელი თამაში ელის ბელგიაში ზესტაფონს, მაგრამ ჩვენ დავწმუნდით კიდევ ერთხელ იმაში, რომ ამ კლუბს შეუძლია ბრიუგეს ნაირ გუნდებთან ტოლსორად ასპარეზობა და თვით აი ესეთი შედეგის შემთხვევაშიც კი, რომელიც როგორც წესი არ ხდის ხოლმე ფავორიტს განმეორებითი მატჩის წინ სტუმარ გუნდს, იმედის დაკარგვის აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ არსებობს. ზესტაფონს შეუძლია ბრიუგეშიც გაამწაროს თავისი მოწინააღმდეგე. თორნიკე აფციაური, კუთხური, მატჩის აპოთეოსი. ჩააწოდა. გამოვიდა კარიდან გოლკიპერი კოესემანსი, შემდეგ დარტყმა კარის მიმართულებით, კიდევ ერთი კუთხური იქნება. უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, ასეც არის. შტურმი ზესტაფონელთა მიერ მოწყობილი 93 წუთია მატჩისა აფციაური ბურთთან. კიდევ ერთი გადაცემა, მაღალი საჯარიმო მოედანში, დარტყმა არ მოხერხდა ჯერჯერობით სამწუხარო, თუმცა გაგრძელდა შეტევა. გაუმართლა ბრიუგეს კოესემანს კონკრეტულად ზუსტად იქ იდგა, სადაც ბურთი წავიდა, აქ ყვითელ ბარათს მიიღებს ალექსი ბენაშვილი. და ალბათ მას შემდეგ რაც კოესემანსი შეიყვანს ბურთს თამაშში, მისცემს ჰარალდ ლეხნერი სასტოენს, რაც იქნება იმის მაუწყებელი, რომ ეს მატჩი დამთავრდება ფრეთ ანგარიშით 3-3. თამაში, რომელიც უნდა მოეგო ქართულ კლუბს, რომელშიც გამარჯვება ეკუთვნოდა ზესტაფონს, მაგრამ მატჩი, რომელიც გააფუჭა ავსტრიელმა მთავარმა არბიტრმა. აპლოდისმენტებით აცილებს სტადიონზე შეკრებილი კომაგი ზესტაფონელ ფეხბურთელებს. სამი საბოლოოდ ამ შეხვედრის შედეგი, მას შემდეგ რაც 2-0 მოიგო ბრიუგემ პირველი ტაიმი, ზესტაფონმა შეძლო ჯერ 2 გოლის გატანა გელაშვილმა და დვალმა 5 წუთიან მონაკვეთში გაუტანეს ბელგიელებს 2 ბურთი. შემდეგ ხოევკენსმა ანგარიში გახადა 3-2, მაგრამ იმავე ნიკოლოზ გელაშვილმა აღადგინა წონასწორობა, საბოლოოდ 3-3 და იმედით ველით მატჩს, რომელიც შედგება ბრიუგეში, ეს პენალტის მომენტი, რომელიც არ დაინიშნა. ცოტა ისტორიაში თუ გადავარდებით, სკანდალური არბიტრი ფრანც ვიორერი, რომელიც თავის დროზე ჟიდა თბილისის დინამოს და როტერდამის ფეინორდის შეხვედრას, ასევე ავსტრიელი იყო, ეს ისე უბრალოდ პარალელი. ეს კი გოლები, გოლი, რომელიც გავიდა აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან, პირველი ზესტაფონელთა კარში, მეორე ბურთის დროს თამაშის წესების დარღვევა არ იყო, ასე გახდა ანგარიში 2-0, პირველი გოლი შეაგდო ჟოზეფ აკბალამ, ხოლო მეორე კი ლიორ რეფაელოვმა. 2-0 მოიგო ბრიუგემ შეხვედრის პირველი 45 წუთი, მაგრამ ამის შემდეგ მეორე ტაიმი ზესტაფონმა ითამაშა ისე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი დაავიწყა. 5 წუთში ზესტაფონელებმა შეძლეს 2 უპასუხო გოლის გატანა ბელგიელთა კარში, ჯერ თავი გამოიჩინა ნიკოლოზ გელაშვილმა, ხოლო შემდეგ ულამაზესი გოლი შეაგდო ჯაბადვალმა. იგავდა ჩვენ უყურებთ. გელაშვილის გოლს, ეს კი ჯაბადვალის დარტყმული. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ 22 საათსა და 45 წუთზე საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიწყებს კიდევ ერთი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, სადაც ასევე ქართული კლუბი თამაშობს.
ათენში აეკი უმასპინძლებს თბილისის დინამოს. ამით იქნება მიუძღეთ დაგემშვიდობოთ ეთერში თქვენს მუშაობდა სანდრო ცნობილაძე. მომავალ შეხვედრამდე.